დავითაძე 6 წლის. სწავლობ სკოლა პოგრეში. ჩემი საყვარელი საქმე არის კალაბურთი და ცურვა. ორივეზე დავდივარ, მაგრამ უფრო მიყვარს ცურვა. დიდი ხანია ცურვაზე დავდივარ, მაგრამ ზოგჯერ არ დავდივარ. ზოგჯერ იმიტომ არ დავდივარ, რომ წყალია ცივი. უკვე კარგად ვისწავლე და თევზები ცურვა. ყველაზე მეტად მომწონს ზუგზე წოლა. სანამ ცურვას ვისწავლიდი, სამჯერ ვიხჩობოდი. ჩამყვითე და პირი ამომევსო წყლით. კიდევ კაი დედა და მამა იყვენ ახლოს. ორივე კარგად ცურავ და გადამარჩინეს. მე ხანდახან კამერის გარშე ვცურავ და ხანდახან კი. ზღვაშიც ვიცი ცურვა, მაგრამ დედა არ მიშვ. მე შემიძლია გავცურო 5 მეტრი. წყალქვეშ შემიძლია გავძლო 9 საათი. წყლის ზემოთ 2 საათი. მინდა მაშველივით კარგად ცურავდი. მე ასევე მიყვარს კალაბურთი. 3 წელი დავდივარ კალაბურთის წრეზე. ადრე მინდოდა ფეხბურთზე შესვლა. ის ყველა ცუდად თამაშობდა და ამიტომ შევედი კალაბურთზე. ყველაზე კარგად გამოვდის ახლოდან ჩაგდება. ცოტათი მიჭირს შორიდან ჩაგდება. მე მინდა გავიზარდო 2 მეტრი. მე ვაპირებ კალაბურთი ვითამაშო 14 წელი. როცა გავიზრდები მე მინდა გამოვიდე პოლიციელი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი მეხანძრი. ახლა მინდა ვიყო 8 წლის. იმიტომ რომ დიდი ვიყო. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა. იმიტომ რომ ისა მათემატიკა და ქართული ძალიან მახარებს. ჩემი საკონესაგანია ქართული. მე უკვე ვისწავლე კითხვა. ყველაზე მეტად მომწონს ასომგერა წ. იმიტომ რომ ძალიან ადვილად იწერება. არ მომწონს თუ და არ ვიცი რატომ. ჩემი საყვარელი წიგნი არის დედაენა. ჩემს კლასში ყველაზე ხიარულია დავით საქარაძე. ყველაზე ჭკვიანია დათუნა სიხარულიც. ყველაზე შვიდი არის ნინა. მე ვარ ყველაზე მაგარი. ჩემი საყვარელი მასწავლებელი არის თეონა დუნაძე. თეონა მასწავლებელი იმიტომ მიყვარს, რომ ეხუტება. სახლში ცხოვრობს მე, დედა, მამა და ძმა. კიდევ მინდა მყავდეს 2 და. ჩემი ძმა არის 4 წლის და ქვია გოგა. ის არის ცელქი, ჭკვიანი და მკბენარი. მე რომ თამაშობ, სულ ის სათამაშო უნდა. გოგა რომ გაიზრდება, ალბათ გამოვა მეხანძრი. მამიკო არის ბედნიერი და ვაჟკაცი. დედიკო არის ლამაზი, მაღალი და თბილი. ძალიან მიყვარს დედას გაკეთებული თევზის წვიანი. ჩემი ცოლი ყველაზე კარგად გააკეთებს ყველიან მაკარონს. ცოტს რომ მოვიყარ, ვიქნები 34 წლის. შვილებს დავარქვენ ნიკოს და ნინას. ჩემ ცოლს დავარქვენ ნინის. სამოგზაუროდ მინდა წავიდე ბაკონიაში და გერმანიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა კითხვა. რომელია ჩემი საყვარელი თამაში? ჩემი საყვარელი თამაში არის ჭადრაკი. შემდეგ მონაწილეს უტოვებ კითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია მანქანა. ბედნიერება არის ყვავილების მორწყვა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.